არის წმინდანი. წმინდანი საეკლესიო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით აბსოლუტურად გარკვევით და დადგენითად და უცვალებლად მხოლოდ ის მოღვაწეა, რომელიც თავდადებულია მაცხოვრებელი სარწმუნოებისთვის. თავდადებულია ჯერ თავის თავში რომ აღივსოს და განიმშვალოს ამ სარწმუნოებით და შემდგომ მოხფინოს თავის გარშემო ეს მაცხოვრებლობითი ჭეშმარიტება. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ და დღეს ყველაზე უფრო მოტივირებული ეს მხარე გახლავთ, რომ პიროვნება გამოირჩევა საერო ღვაწლით, გნებავთ სათნოებითი რა თქმა უნდა და ერისკაცობით. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიკეთეა სათნოებითი გამო, რაც სათნოებად გაიგება ზოგადი საერო თვალისგან. ისიც სიკეთეა და თავისთავად ცხადია და მით უმეტეს დიდი რაღაც საერისკაცო საქმე თუ აქვს პიროვნებას გაკეთებული, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოა ეს ყოველივე თუ მათ ორივე მხარეს არ უწინამძღვრებს და წინ არ უძღვის თავდადებულობა სარწმუნოებრივი მაცხოვრებელი ჭეშმარიტისა. ანუ განწყობა და თუ ამის აუცილებლობა შეიქმნება საქმითი დადასტურება მაცხოვართან თანამოწამეობისა, თანაჯვარცმისა, თანადაფლვისა და მასთან ყოვლადიდებული თანააღდგომისა. თანამეუფე, ყველა წმინდანი არის თანამეუფე მაცხოვართან და ის თანამეუფე როგორ გამოჩნდება მაცხოვართან, თუ მასთან ერთად ჯვარს არ ეწვა, არ დაეფლო და არ აღდგა და შემდგომ არ ამაღლდა ზეცად. აი ეს გზა უნდა გამლოს ან სულიერად, ან როცა ამის აუცილებლობაა პირდაპირ საქმითი ხორციელი დადასტურებით ყველა მოღვაწემ და მხოლოდ მაშინ ხდება ის წმინდანი. ვერანაირი სხვა საერო ღვაწლი პიროვნებას წმინდანას ვერ გახდის, იმიტომ რომ საერო ღვაწლი თავისუფლად შეიძლება აღასრულოს სხვა სარწმუნოების ადამიანმაც, საერთოდ ურწმუნომ ათეისტებისგან ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული, რაც დასაფასებელია და ეკლესია არასოდეს არ უარყოფს ამას, ძალიან ბევრი ღირსეული, მათგან აღსრულებული საქმე ვიცით, პატივს ვსცემთ მათ, მაგრამ ეს ყველაფერი მიმართულია არა იმ მაცხოვრებელი სარწმუნოების ჯერ თავის თავში აღსრულებისკენ და შემდგომ მრევლში დანერგვისკენ, რაც როგორც ვეკითხავთ, უპირობო საფუძველია წმინდანობისა, არამედ რაც მათ ამ საერო ცხოვრებაში ჩათვალეს ღირსეულად, იმ კუთხით წარემართა მათი ცხოვრება. ეს ღირსეულია, კარგია, ნებისმიერი ეროვნული ღვაწლი მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს ეროვნული ღვაწლი გაგებული იქნება როგორც სხეული და მასში აუცილებლად მაცხოვრებელი სული, ცხოველმყოფელი ყოველი ეროვნული საქმისა, რასაც ეს პიროვნება თავის მოღვაწეობაში ავლენს.